ტრამპი შიშს თესავს ირანში. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხრეთში ისლამური რევოლუციური გვარდია დაარტყეს. და ახლა ტრამპი კიდევ უფრო მკაცრ პოზიციას იკავებს ამ პარასკევს 2026 წლის 29 მაისს. მას შემდეგ, რაც თეირანის რეჟიმს დააბრალეს თავდასხმები გემებზე, დრონებზე და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ინტერესებზე, ჰორმუზის სრუტის რეგიონში ვაშინგტონმა უპასუხა უარყო ირანული პროპაგანდა ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ და გააგრძელა ზეწოლა მგრძნობიარე წერტილებზე ბანდარაბასში, ბუშერში და ჯემში. სცენა მარტივია. ირანი ცდილობს ძალის დემონსტრირებას, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან უპირატესობა მოიპოვოს. მაგრამ დონალდ ტრამპი თითოეულ პროვოკაციას იყენებს, რათა კიდევ უფრო გაამკაცროს წნეხი, გამოავლინოს რევოლუციური გვარდიის სისუსტე და ნათლად აჩვენოს, რომ შეთანხმებები მხოლოდ მაშინ იქნება, თუ თეირანი რეალურ შეზღუდვებს დათანხმდება. რას ცდილობდა რეჟიმი დაემალა? რატომ გადადგა დონალდ ტრამპმა ახლა ასეთი მკაცრი ნაბიჯი? როგორ გახდა გვარდია სამიზნე თავად ირანის სამხრეთში? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ აშაშ-შუშთან დაკავშირებულ ბაზაზე მიიტანა იერიში, როგორც პასუხი ამერიკულ ქმედებაზე ბანდარ-ბანდარაბასის აეროპორტთან ახლოს. ირანული ვერსია ტასნიმის სააგენტომ გაავრცელა, რომელიც თავად რეჟიმთან არის დაკავშირებული და გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი იერიშს გაიმეორებს, რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი იქნება. თუმცა ამერიკული პასუხი სხვა ტონალობაში იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს და დაარტყეს საკონტროლო სადგურს ბანდარ-აბასში, რომელიც მზად იყო ახალი იერიშისთვის. ფაქტობრივად დაპირისპირება ირანის სამხრეთში პირდაპირი ძალის დემონსტრაციად გადაიქცა. ყველაზე სენსიტიური მომენტი ბუშერიდან მოვიდა, სადაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავი ჯანის რეგიონში სავარაუდოდ განადგურდა. ადგილობრივმა გუბერნატორმა მასუდ ტანგესტანიმ განაცხადა, რომ აფეთქების ხმა სავარაუდოდ უკავშირდებოდა საჰაერო თავდაცვას მტრული თვითმფრინავების წინააღმდეგ. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა ეს პროპაგანდისტულ გამარჯვებად ექცია, თუმცა ვაშინგტონმა უარყო. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ არც ერთი ამერიკული თვითმფრინავი არ ჩამოგდებულა და ყველა საჰაერო საშუალება აღრიცხულია. აქ პოლიტიკურ ტერორს თეირანისთვის მნიშვნელობა ენიჭება. რეჟიმი აცხადებს ტრიუმფს, უარყოფითი განწყობა სწრაფად იკლებს და ძალის ნარატივი ნერვიულობის ნიშნად იქცევა. დონალდ ტრამპს ირანის რევოლუციური გვარდიის ნაჩქარევ ტემპს აყოლა არ ჭირდება. რეჟიმი ცდილობს გამოიწვიოს არაორგანიზებული რეაქცია, რადგან იცის, რომ ღია ომი თეირანს ეხმარება შიდა ფრთების გაერთიანებაში გარემდგარენთრის წინააღმდეგ. ამერიკის სტრატეგია განსხვავებულია. ვაშინგტონი პასუხობს მაშინ, როცა საჭიროა, მაგრამ არ აძლევს ირანს დროის კონტროლის უფლებას. ბოლო საათებში ჰორმუზის სრუტის რეგიონი ღია მმართველობით თეირანს ეხმარება თავისი ფრთების გაერთიანებაში. ისრაელის პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის რეჟიმმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა 4 გემის მისამართით, რომლებიც ცდილობდნენ სრუტის გადაკვეთას სპარსეთის ყურისკენ. ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული განმარტებით, ამ ხომალდებს არ ჰქონდათ უსაფრთხოების ძალებთან საჭირო კოორდინაცია განხორციელებული. ქუვეითიც ჩაერთო კრიზისის ეპიცენტრში. როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმა გადაჭრეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იყო გაშვებული, სადაც მდებარეობს დიდი ამერიკული ბაზა. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ირანის რეჟიმი მხოლოდ ზღვას არ იღებს სამიზნედ. ის ცდილობს გაზარდოს ხარჯები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის სპარსეთის ყურეში, ამოწმებს საჰაერო თავდაცვას, დიას დიპლომატიურ რეაქციას და სამხედრო მოთმინებას. ქუვეითის დაგმობამ აჩვენა, რომ პროვოკაციამ დააზარალა ამერიკელების პარტნიორ არაბულ ქვეყანას და გზა გაუხსნა უფრო მტკიცე რეგიონულ პასუხს. დონალდ ტრამპის გათვლა სწორედ ამაზეა. თუ ის დათანხმდება სუსტ შეთანხმებას, ირანის რეჟიმი გამარჯვებული წინააღმდეგობის იმიჯს მიიღებს. თუ ის ფართო შეტევაზე გადავა სწორი დროის შერჩეჩევის გარეშე, რევოლუციური გვარდია შეეცდება საკუთარი მარცხი შიდა მობილიზაციად გადააქციოს. ამიტომ თეთრი სახლი ინარჩუნებს მოლაპარაკებებს, მაგრამ თეირანს პოლიტიკურ გამარჯვებას არ აძლევს. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე. მთავრობა, რომელიც კონტაქტშია, აკვირდება ამერიკული მხარის რეაქციას. რესპუბლიკური მთავრობა, ტრამპი, ჰორმუზი, მაგრამ საბოლოო დამტკიცება ჯერ კიდევ ტრამპზეა დამოკიდებული. და თავად ირანული მხარისგან საუბარი არსებობს, მაგრამ კარტ ბლანში არავის აძლევენ. ჯეიდი ვენსის განცხადებამ გააძლიერა ჯეიდი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი ჯერ იქ არ მისულა, თუმცა ახლოსაა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ იღებს ფარს.
თეირანი ცდილობს ბლოკადების მოხსნას, სანქციების შემსუბუქებას და ეკონომიკური სივრცის აღდგენას. ვაშინგტონი ითხოვს გარანტიებს ნაოსნობაზე, სამხედრო შეკავებასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე. დაპირისპირება მხოლოდ ბუშერასა და ბანდარაბაშის სროლებზე არ არის. საქმე იმაშია, ვინ განსაზღვრავს კრიზისის საბოლოო ფასს და ამ ეტაპზე საბოლოო სიტყვა ტრამპზეა. რევოლუციური გვარდია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ კონტროლშია, მაგრამ თავად რეჟიმის ქცევა აჩვენებს ბზარებს. მთავრობის ერთი ფრთა აცხადებს, რომ გაიმარჯვა, მეორე უარყოფს შეთანხმებას, მესამე ემუქრება ამერიკულ ბაზას, მეოთხე ავრცელებს ვერსიას ჩამოგდებულ თვითმფრინავზე და შემდეგ ამერიკის ცენტრალური სარდლობა ამას უარყოფს. ეს წასვლა-მოსვლა აჩვენებს რეჟიმს, რომელიც შიდა და გარე ზეწოლის ქვეშაა. სამხედროები ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, მოლაპარაკეებს ალყის შემსუბუქებას უთმ, პროპაგანდა კი გამარჯვების გატიდვას ცდილობს. მაგრამ რეალური ვითარება აჩვენებს ჩამოგდებულ დრონებს, დაზიანებულ საკონტროლო სადგურს, ჩამოგდებულ რაკეტას და რეაქციას, რომელიც დავის საგანია. ამ კრიზისს ირანის სამხრეთში მნიშვნელოვანი განსხვავება აქვს. ტრამპი მხოლოდ მიმდინარე თავდასხმაზე არ რეაგირებს, ის იყენებს ზეწოლას, რათა გატეხოს რევოლუციური გვარდიის ლოგიკა. ირანის სამხრეთი ამ დაპირისპირების ცენტრად იქცა, რადგან აქ თავმოყრილია სამხედრო პორტები, საზღვაო მარშრუტები, გვარდიის ბაზები და ქალაქები, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტებთან ახლოს მდებარეობს. ბანდარაბასი მთავარ წერტილად მოიაზრება, რადგან ის საზღვაო საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ბუშერი და ჯამი ახალ ამბებში მოხდნენ აფეთქებების, საჰაერო თავდათვისა და რეჟიმის მცდელობის გამო, რომ ცაში ხმაური შეეცვალა გამარჯვებად შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ომანის ხურე და ჰორმუზის სრუტე ჩნდება როგორც სივრცე, სადაც ტრამპი თეირანის რეალურ სიმამაცეს ამოწმებს. ეს არ არის აუდიტორიაში წარმოთქმული სიტყვა, ეს არის ზეწოლა, რადარი, დრონი, რაკეტა და პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამერიკული ოპერაცია, რომელიც მაისის დასაწყისში დაიწყო, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღსადგენად, ეხმარება ამ მომენტის ახსნას. იმ მოქმედებაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანული მცირე ხომალდები, ჩაჭრეს რაკეტები და დრონები და გამოიყენეს გემები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და წყალქვეშა საშუალებები საზღვაო ნაკადის დასაცავად. ეს ნებართვა ცვლის კრიზისის ტემპერატურას, რადგან რევოლუციური გვარდია იცის, რომ თითოეულ პროვოკაციას შეიძლება დაუყოვნებლივი პასუხი მოხვეს. დონალდ ტრამპი ამ უპირატესობას იყენებს მოლაპარაკებებში უპირატესი პოზიციიდან, არა იმიტომ, რომ კრიზისი მარტივია, არამედ იმიტომ, რომ ირანის რეჟიმი მოლაპარაკების მაგიდასთან დაგროვილი დანაკარგებით მოდის. ნაოსნობა ფერხდება, შიდა ფრთები ნარატივისთვის ეცილებიან ერთმანეთს. რევოლუციური გვარდია ცდილობს თავის სუპერძალად წარმოაჩინოს, მაგრამ მას სჭირდება სახელმწიფო პროპაგანდა იმისთვის, რომ გამარჯვებები გამოაცხადოს, რასაც ვაშინგტონი უარყოფს. ყოველ ირანულ ყალბ გამარჯვებაზე დონალდ ტრამპს ემატება არგუმენტი, რომ თეირანი მზად არ არის სანდო შეთანხმებისთვის. ეხლა შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკურ არჩევანზეა დამოკიდებული. დონალდ ტრამპს შეუძლია დაამტკიცოს ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება, თუ კონკრეტულ სარგებელს დაინახავს, მაგრამ ასევე შეუძლია მისცეს რევოლუციურ გვარდიას პოლიტიკური ზიანი საკუთარ არეულობაში. ირანს სწრაფი შვება სურს. შეერთებული შტატები მოითხოვს გადამოწმებად შეთანხმებას. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.